თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. ვფიქრობთ, რომ ეს არის გირჩის ბიბლიური თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომლის წევრებით სასულიერო პირის წოდებით ახერხებენ ჯარისგან თავის დაღწევას. თუმცა გარდა ბიბლიური თავისუფლებისა, სესიაშვილი კონსტიტუციასაც ძირავს. საინტერესოა, რომ ირაკლი სესიაშვილი საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის წევრიცაა ამავდროულად. მე მაინც გონია, რომ ეს კანონპროექტი შედეგს ვერ მოიტანს. აი, რა აზრი აქვს? თქვენ გონიათ, რომ გირჩის მღვდელი სარწმუნოებას ვერ შეიცვლის თუ რა? თუ ახალგაზრდა მზადაა ნებისმიერი სისულელე იწამოს, ოღონ ჯარში არ დაკარგოს წელი. ხომ არ დადგა დრო, რომ პროფესიულ არმიაზე გადავიდეთ? აი, ამაზე ვიფიქრე. მით უმეტეს, რომ ქართული ჯარი საერთოდ არაა იმ მდგომარეობაში, რომ მოქალაქეები იქ ძალდატანებით წაიყვანო. 9 მარტს კრწანისის სამხედრო ბაზაზე წვევამდელ სხვა სამხედროებმა ფულის გამოძალვის მიზნის სცემეს და სახელფასო ბარათების მონაცემები დაათმობინეს. წვევამდელი იყო 19 წლის ქიაზიმ კახრამანოვი. ჩემი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი იღებს სესიაშვილის გამოწვევას. და გთავაზობთ ინიციატივების სიას, რომლებიც არც არაფრით მეტია და არც ნაკლები სესიაშვილის ინიციატივაზე. პირველი, ღარიბებს აეკრძალოთ იმ დაწესებულებებში შესვლა, სადაც შეიძლება მდიდარი იმყოფებოდეს. ხოთო რა პონტია მართლა. მეორე, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქალებს აეკრძალოთ უნებართოდ საუბარი. ნებართვა აიღონ ხოლმე და მე რაც უნდათ ის თქვან. მესამე, ქართულ საფეხბურთო კლუბებში აიგზავნოს ერთზე მეტი შავკანიანი სკოლა. აი ეგრე. მეოთხე, ყველა გეი იყოს ვალდებული დადგეს აღრიცხვაზე. მეხუთე, მზის ჩასვლის შემდეგ გარეთ გასვლა აიგზავნოს ყველას, ვისაც არ აქვს წაკითხული დიდოსტატის მარჯვენა. დაბალ ადამიანებს მეტროთი მგზავრობისას მხოლოდ ფეხსედგომის უფლება ჰქონდეთ. და ბოლო, კათოლიკეებისთვის ზებრაზე გზის დათმობა სავალდებულო აღარ იყოს. თუ კი ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ჩამოთვლილი ინიციატივებიდან რომელიმე უფრო არაკონსტიტუციურია ვიდრე სესიაშვილის, საჯაროდ დებთ პირობას, რომ ამ გადაცემას დავხურავთ. იმის მტკიცება, რომ ახალგაზრდა ადამიანები ვალდებულნი არიან თავისი ცხოვრების ერთი წელი ცუდად ორგანიზებულ და არაეფექტურ ჯარს მიახარჯონ, სხვა ყველაფერზე მეტად სინდისი აგდება და მორალისტობაა. თუმცა ხომ შეიძლება, რომ ირაკლი სესიაშვილი იმდენად მაღალი მორალის ადამიანი იყოს, რომ ასეთ დამოკიდებულების უფლება ჰქონდეს. ვერ გავიგებთ ამას, სანამ ცოტა უკეთ არ გავეცნობთ ირაკლი სესიაშვილის წარსულსა და აწყვოს. მაშ ასე. სესიაშვილმა 2016 წელს თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ 2 ელექტრონულ აუქციონში კონკურენციის გარეშე გაიმარჯვა. რის შედეგადაც საბრუთალოზე სარეკრეაციო ზონაში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი 30,694 ლარად იყიდა. პირველი ნაკვეთი იყო 326 კვადრატული მეტრი, რომელიც სესიაშვილმა 14,214 ლარად შეიძინა. მერე კი მიმდებარედ 311 კვადრატული მეტრი თვითნებურად დაიკავა. აი ამის შემდეგ გამოაცხადა მერიამ კიდევ ერთი აუქციონი, რომლის ერთადერთი მონაწილეც იყო ისევ სესიაშვილი და შედეგად ეს მეორე ნაკვეთიც 16,480 ლარად შეიძინა. თუმცა მედიამ სესიაშვილის მფლობელობებს მაშინ მიაქცია ყურადღება, როცა აღმოჩნდა, რომ სამსართულიანი სახლის დასაშენებლად რაღაცნაირად 37,200 დოლარი იმყოფინა. როცა რუსთავი 2 მშენებლობის დეტალები დაინტერესდა, სესიაშვილს ივანიშვილი გამოეკომაგა და განაცხადა: შავი კარკასია მხოლოდ აშენებული და მინებია ჩასმული, გალესილი. ეს ფასი მე ძალიან კარგად ვიცი, მაქსიმუმ 40 დოლარია. კვატყუებს. აუზი საერთოდ კაპიკები დაჯდებოდა, რადგან ჯერ არ არის გაშვებული, არ ფუნქციონირებს. ესეც არის ბეტონი, ბეტონის ფასი ძალიან კარგად ვიცი. განაცხადა პანამელმა ინვესტორმა. აკი ესე მოიხსენიოთ ხოლმე. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ გინდათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი პეიჯი. თუ არ გინდათ ნახოთ, მაინც დაალაიქეთ და ვიდეოები რომ ჩაირთვება თვალები დახუჭეთ.